ეს არის Lolex Solicitor, სადღაც ჩვენ ვისაუბრებთ საქმის მტკიცებულებებზე და იგებს თუ არა ესა თუ ის მტკიცებულება. საიმიგრაციო სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მტკიცებულებების საფუძველზე იღებენ და არა თანაგრძნობით. გამოიყენეთ ხარისხის შემოწმების ეს სია. კატეგორია A იდენტობა და სტატუსი, ასევე პასპორტები, ვიზები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ანუ Home Office-ის წერილები. და დარწმუნდით, რომ ასლები არის მკაფიო და სრული. გვერდები არ უნდა იყოს ჩამოჭრილი. კატეგორია B ცხოვრება და ინტეგრაცია, ბინის ქირავნობის ხელშეკრულებები, ასევე მუნიციპალური გადასახადები, საბანკო ამონაწერები, სკოლის წერილები და ასე შემდეგ. წარმოადგინეთ უწყვეტი პერიოდი და არა მხოლოდ თითო ფურცელი წელიწადში. კატეგორია C ურთიერთობები და ოჯახური ცხოვრება, ქორწინება, დაბადების მოწმობები, ერთად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთები, მიმოწერის ისტორია, საერთო გადახდები, ფოტოები და ასე შემდეგ. კატეგორია D სამედიცინო მდგომარეობა, ოჯახის ექიმისან და სპეციალისტის წერილები, სადაც მითითებული იქნება თქვენი დიაგნოზი, მკურნალობის გეგმა, პროგნოზი და კავშირი ქვეყნიდან გაძევების რისკთან. ასევე მოერიდეთ ზოგად ცნობებს. კატეგორია E რისკები და დაცვის მოთხოვნა, ქვეყნის შესახებ ანგარიშები, ექსპერტთა დასკვნები, პოლიციისა და იურიდიული დოკუმენტები, საზღვარგარეთიდან ახალი ამბები, მხოლოდ სანდო წყაროებიდან და კვალიფიციური თარჯიმის მიერ დამოწმებული თარგმნით არის მისაღები. კატეგორია F დასაქმება და კავშირები, კონტრაქტები, ხელფასის ამონაწერები, პესამოს ფორმები, დამსაქმებლის წერილები, თქვენი პოზიციისა და მნიშვნელობის შესახებ. და ასევე ხარისხის წესები, რელევანტურობა და ავთენტურობა. ამ ყველაფრის თანმიმდევრულობა უნდა იყოს ყველაფერი სწორად, უნდა ემთხვეოდეს თარიღები, მისამართები, სახელები და ყველა დოკუმენტები. ასევე უნდა იყოს სისრულე, რომ მოიცავდეს მთელ პერიოდს და არ უნდა დავტოვოთ რაღაც დასმული კითხვები. ასევე უნდა იყოს სრულად, იურიდიულად სწორად გამართული და თარგმნილი დოკუმენტები.